ერთ-ერთი საინტერესო ცხადია შიდა პოლიტიკური კუთხით, თორე აქ საინტერესო პრინციპი არ არის. ერთ-ერთი თემა იყო ამ მდინარაძის ეს მორიგი კარუსელი, ხო, რომელიც არ სრულდება და არ სრულდება რა და ცხადია ხა ხელისუფლების პროპაგანდა ერთ რაღაცას აჟღერებს, ან ერთი სურათი შექმნა უნდა ფართო საზოგადოებისთვის და მეორე რეალობა, ხო? რეალობა ყოველთვის არის, ლოგიკასთან ახლოს. აი როგორც პოლიტიკას ახაც ცხადია არის ჩახლართული რაღაცეები, სპეცსამსახურები მონაწილეობენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარი იყოს და თავიდან რაც ჩანს ის არ ჩანდეს, ეგეთი ისინიც არსებობს. მოცემულობები, მაგრამ რაც ეხება საჯარო პოლიტიკას, საჯარო პოლიტიკის შემთხვევაში, რაც პირველი აზრი, რაც მოგდის ხოლმე თავში, ხშირად ეგრე ხდება. დინარაძე ცხადია დააქვეითეს ძალიან სერიოზულად. მე მგონია, რომ საერთოდ ისეთი მიმართულებით მიყავთ უკვე ეს პერსონა, რომ არ გამოვრიცხავ, უბრალოდ სპიკერის დონეზე დატოვონ, ან შეიძლება სპიკერის დონეზეც არ დატოვონ, ანუ არანაირი რეალური ბერკეტი მას არ დაუტოვონ და მოდით თანმიმდევრულად გავიხსენოთ ეს ქრონოლოგია როგორ იყო. სადღაც 2025 წლიდან ჩვენ ხედავთ იყო ძალიან სერიოზული შიდა დაპირისპირება ქართულ ოცნებაში. ცხადია ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის სანქციით და ბიძინა ივანიშვილის გარეშე საერთოდ არაფერი არ ხდება. მაგ დონეზე გულისხმობ ცხადია, თორე რაღაც ქვედა დონეზე ყველაფრის კურსი ცხადია ბიძინა არ არის, მაგრამ მაგ დონეზე, აი ვინ უნდა იყოს მართველი, მენეჯმენტი და შემდეგ, ცხადია ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის სანქციით ხდება. ჩვენ ვიხილეთ სერიოზული სამთავრობო ცვლილებები, ჯერ მოხსნეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და შემდეგ მოყვა რაღაც სრული ტოტალური წმენდა ძალოვნების და მათ შორის სუსის ყოფილი ხელმძღვანელის ლილუაშვილის, რომელიც მერე საერთოდ კორუფციის ბრალდებით გაუშვეს ციხეში და მთელი სტრუქტურა რაღაც გაწმინდეს, აი ქვედა დონეზეც კი ჩახვეს. საქართველოს არ არის ხო დიდი ქვეყანა და ესეთი რაღაცეები ჩვენთან არ იმალება, მით უმეტეს ამ უშიშროების ხელში, რომლის წევრები პირიქით ტრაბახობენ, რომ უშიშროების თანამშრომლები არიან. საერთოდ ნორმალურ ქვეყანაში უშიშროების თანამშრომლებს არ უნდა ეთყობოდეს და მეზობელმა არ უნდა იცოდეს, რომ ის უშიშროებია და ჩვენთან პირიქით ხდება ხოლმე, სპეციალურად ისე ჩაიცმევენ ხოლმე, ან ისეთი ანტურაჟ შეიქმნიან, რომ ყველამ გაიგოს, რომ სადღაც თანამშრომელია რაღაც სტრუქტურის. შესაბამისად, ეგეთი დეტალები ცხადია არსად არ იმალება და სრული წმენდა ჩაატარეს და დინარაძე კობახიძის კლანმა გადაიბარა მენეჯმენტი, მოდი ასე ვთქვათ. ძალაუფლება კი არა იყო, ხლეს ძალაუფლება ერთი კაცისა, ბიძინა ივანიშვილის. მენეჯმენტი, აი, ხო არსებობს კორპორაციის დამფუძნებელი, რეალური მფლობელი და არსებობს გენერალური დირექტორი, აი CEO, რასაც ქვი ინგლისურად. აი CEO-ი შეიცვალა და დანიშნეს ეს ახალი ტანდემი და ყველაზე ცუდი შავი სამუშაო ერგო დინარაძეს. თავიდან ის გაუშვეს სუსის უფროსად, მან ტოტალური წმენდა ჩაატარა, მერე ის შეიცვალა, ცხადია შეიცვალა იმ ლეგენდით, რომ მან რაღაც ძალოვნების კოორდინაცია უნდა შეითავსოს, რა ძალოვნების კოორდინაცია უნდა შეითავსოს, ხო, რაღაც სისულელია ეს ყველაფერი. რაღაც არარსებული თანამდებობა მოუფიქრეს, რომ აი გარკვეული რეპუტაციული შენარჩუნება მომხდარიყო მისი სახელის და გარკვეული რეიტინგის და ეხლა იქიდანაც მოხსნეს და გადაიყვანეს რაღაც რეგიონალური განვითარების, შესაძლოა ლილუაშვილს სანამ დაიჭერდნენ, ლილუაშვილი გადაიყვანეს მათ ისე ცნობისთვის. ხარ არ მგონია დინარაძე დაიჭირონ ეს ცხადია. ძალიან გადაჭარბებული იქნება, იმიტომ რომ ისიც ხდება სინამდვილეში და როგორ ჩანს არ ეწინააღმდეგება, წინააღმდეგობაში არ მოდის ამ სისტემურ ცვლილებებთან და შესაბამისად, მან თავისი საქმე გააკეთა, როგორ ჩანს ის წმენდა, რაც ჩასატარებელი იყო ძალოვან უწყებაში ჩაატარა და გააკეთა თავისი საქმე და შეიძლება წავიდეს. სხვათა შორის ეს ხელწერა არის
ძალიან სახასიათო ამ სისტემისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის. აი დააკვირდით 2012 წლიდან, როდესაც ის ძალაუფლებაში მოვიდა, რამდენი მენეჯმენტი შეიცვალა. აი საერთოდ სრულად ახალი ხალხია, ეხლა რომელსაც საერთოდ კავშირი არ ქონდა, თუნდაც იმ 2012 წლის იმ პირველი ტალღის, ასე ვთქვათ, ამთავრობო წრესთან. აქედან გამომდინარე, ხა ამ თამაში მე არაერთხელ მithქვია, ამ სამთავრობო თამაში უნდა გადარჩიეს ერთი კაცი. ბიძინა ივანიშვილი. ყველა დანარჩენი ამ თამაში არის უბრალოდ, რაღაც რესურსი რა, ინსტრუმენტი, სახარჯი მასალა, როგორც გვინდა ისე დავარქვათ. მე დარწმუნებული ვარ, კობახიძესაც ადრე თუ გვიან ეს თემა შეეხება, ანუ ბიძინა როგორც ჩანს, უკვე აღარ ენდობა აი ამ თავის მენეჯმენტსაც და დიდ ხანს არავის არ ტოვებს ისეთ ძალაუფლებაში, სადაც შეიძლება შენ გარკვეული ფესვები გაუშვა, სადაც შეიძლება რაღაცა დააგროვო, ფინანსური კაპიტალი იქნება ეს თუ პოლიტიკური კაპიტალი. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი აქაც სტანდარტულად იქცია. უბრალოდ ადრე თუ ამას ცოტა დიდ ხანს ანდომებდა, რამოდენიმე წელიწადი მაინც ტოვებდა, ხო, პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ეს თუ რომელიღაც სამინისტროს ხელმძღვანელი, ეხლა უფრო ჩქარად ხდება ეს აქსელერაცია მოხდა პროცესების და სხვათა შორის ეს აქსელერაცია იმაზე მეტყველებს, რომ ეს სისტემა არ არის მყარი. ეს სისტემა ეხლა იმყოფება ძალიან ღრმა კრიზისში. აი რამოდენიმე კვირის წინ მე დავწერე ასეთი პატარა სტატიასავით ჩემს Facebook გვერდზე მოვაქვეყნე, რატომ შევიდა ქართული ოცნება შევარნაძიზაციის გზაზე, რატომ დაადგა აი ამ შევარნაძიზაციის იდენტურ პროცესთან. რას ნიშნავს ზოგადად შევარნაძიზაციას, ორი სიტყვით რომ შევაფასოთ. აი შევარნაძის მთავრობამ 90-იანების ბოლოს, 2000-იანების დასაწყისში თითქოს და ყველა პროცესში გამარჯვებული გამოვიდა. თითქოს და ეს სამოქალაქო დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვიდა, ანუ ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური მთავრობის თითქოს და ყველა საცეცი დაამარცხა, ის აჯანყებული რეგიონები ჩაახშო, შიდა პარტიულ დაპირისპირებაშიც მოიგო იმ მოქალაქეთა პარტიაში, ხომ მას ახლა არც მხედრიონი რეალურად ემორჩილებოდა, არც ეროვნული გვარდია კიტოვანის სახით. ხო, კიტოვანი გააქცია, ჯაბა იოსელიანი დაიჭირა, ზვიად გამსახურდიას მომხრეები ნაწილი დახოცა, ნაწილი ქვეყნიდან გაუშვა და თითქოს და ძალაუფლება აიღო ხელში. აი ხა ეს ჩვენ შეიძლება შედარებით ახალგაზრდა ვართ, მაგრამ უფროსი თაობის ჩვენს მაყურებელს ემახსოვრება, რომ 2000-იანების დასაწყისში უკვე აი ისე ჩანდა, რომ შევარნაძეა და ვინ არის, რაც მისი გამჩერებელი, მაგრამ იმდენად აი ამ შიდა დაპირისპირებებში, აი ამ დაძაბულობაში, იმდენად მას ლეგიტიმაცია მოეშალა, რომ ვარდების რევოლუციის დროს, რომელიც რეალურად არც იყო რევოლუცია, რაღაცა თავრობის გადაბარება იყო რეალურად, მაგრამ შევარნაძეს არ უნდოდა მაგ თავრობის გადაბარება. ეხლა უბრალოდ რომ დაინახა, რომ რესურსები არ ყოფნი და მარტივად დათმო. ანუ რეალურად ჩამოიშალა სისტემა რა. ანალოგიურ რაღაც პროცესებს და პარალელებს ხედავ მე ქართულ ოცნებაშიც. თითქოს და რაღაც ეს პროდასავლური ძალებისგან აგორებული ეს ტალღა, რომელიც რამოდენიმე წელია ქვეყანაში ძვინვარებს, ხო, განსაკუთრებით 2022 წლიდან თითქოს და ჩაახშო, ერთმანეთზე გადაკიდა, თითქოს და რაღაცა პერსპექტივა არ ჩანს, დაფინანსება მათ არ აქვთ, USAID გაუქმეს, საერთაშორისო მიმართულებითაც რეალურად არავინ არ ემტერება სერიოზულად ქართულ ოცნებას. რაც არ უნდა გააბუქონ ხა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულიც არ არის, ხო, ხა რაღაც. ანუ რაზეა საუბარი? რეალურად ერთადერთი შეიძლება არ ემეგობრებიან იმ ხარისხით, როგორც ემეგობრებოდნენ ადრე. მაგრამ არც ემტერებიან ისე, მაგალითად, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ემტერებოდნენ. ან თუნდაც ტრამპის ადმინისტრაცია არც ემეგობრება, მაგრამ არც ემტერება. და მის მოწინააღმდეგეებს, აი პროდასალურ ოპოზიციას, რაც აფინანსებს, კაცო. დაფინანსება შეუწყვიტა. ხო და თითქოს და პრობლემა არ ჩანს, ხო, თითქოს და რაღაცა ყველას გიორგი, ერთი პატარა რეპლიკასავით. ანუ ჩვენ ეხლა რო ვადარებთ შევარდნაძის პერიოდს და დღევანდელ პერიოდს, ჩვენ გვახსოვს, რომ შევარდნაძის პერიოდში, აი მე მაგრად მახსოვს, იმ არჩევნების მომსწრე ვარ მაშინდელი და
კადრებიც არსებობს, რომ ადამიანები იყვნენ, რომ აბა სხვა ვინ ავირჩიოთ, მეტი უკეთესი ვინ არის და იგივე მდგომარეობაა ეხლა რაღაც გარკვეულწილად, აბა სხვა ვინ ავირჩიოთ, ანუ სინდრომი ერთი და იგივეა საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა განვითარდა უფრო მეტი შეიძლება ადამიანებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ და ვაწვდით რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩვენც ვეხმარებით ამაში, მაგრამ თითქმის ერთი და აი შევარნალიზაციაო კარგად თქვი. აი ეგრეა რა, აი ნამდვილად აი სიტუაცია რომ აბა სხვა ვინ კი. და უყურე მაგაზეც გადავალ აბა სხვა ვინ სინამდვილეში თავად ხელისუფლების მიერ მოფიქრებული სტრატეგია რომ ალტერნატივა არ გაჩნდეს. მაგრამ უყურე აი რეალურად ინიციატივა მას არანაირი არ აქვს. ანუ ლეგიტიმაცია აქვს, ანუ ფსკერზე. აი დააკვირდე, კვირა არ გავა, რომ რაღაცა არ მოხდეს. და რაღაც სკანდალში არ გაეხვეს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად თავის მართლების რეჟიმში. აი ყველაფერზე თავის მართლების რეჟიმშია, დააკვირდით. ანუ ეს რას ნიშნავს? იცი, შენ წინ კი ვერ მიდიხარ, ანუ ინიციატივა კი არა გაქვს, შენ უბრალოდ ცდილობ ძალაუფლების შენარჩუნებას. და პოლიტიკა უყურე როგორი აი პოლიტიკა რაღაცა კუთხით გავს ბიზნესს. აი ბიზნესში არ არსებობს სტატიკური მოცემულობა. ან წინ მიდიხარ, ან უკან მიდიხარ. აი პოლიტიკაში ერთ-ერთი ეგრეა. ან შენ წინ მიდიხარ, ან უკან მიდიხარ. სტატიკა არ არსებობს, აი ერთ ადგილზე მყარად გეხარ. ქართული ოცნება ეხლა იხევს უკან. ყველანაირი გაგებით. აი არ არსებობს მაგალითად, აი უკვე ადამიანი არ არსებობს, რომელიც გულწრფელად არის ქართული ოცნების მხარეს. აი მაგალითად 2024 წლამდე თუ იყო ეგეთი შიშები, რომ ვაიმე ეხლა რაღაცა გადატრიალება არ მოხდეს, რაღაცა სააკაშვილი არ დაბრუნდეს, ომში არ აღმოჩნდეთ, უკვე აი ეს შიშებიც უკვე გაქარწყლდა. ანუ არავინ საქართველოს რეალურად არ ემტერება. საერთოდ სხვა საერთაშორისო ვითარებაა. კი 2024 წლამდე ბაიდენის ადმინისტრაციას ერთი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ შეიცვალა კაცო ეგ საერთოდ ამერიკაში ვინ მოდის ძალაუფლებაში, მაგას მნიშვნელობა აქვს. ერთი პოლიტიკოსი მოდის, ერთი პოლიტიკა ტარდება, სხვა პოლიტიკოსი მოდის, სხვა პოლიტიკა ტარდება. აქედან გამომდინარე, აი ჩვენ რით დავიწყეთ და სადამდე მივედით, ხო, საინტერესო თემამდე. ქართული ოცნების ერთადერთი ახლა სტრატეგია და გამოსავალი იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ გაიხანგძლივოს ძალაუფლება. მეტი მათ შანსი არ აქვს. უბრალოდ გახანგძლივება, ანუ გარდაუვალი დასასრულის უბრალოდ გახანგძლივება. შესაძლებელია შემდეგი გზით. ყველანაირი მეთოდით რეალურ პოლიტიკამდე არ დაუშვან სუფთა ჯანსაღი ძალები, რომლებიც შეიძლება ალტერნატივად მოევლინოს საზოგადოებას. და სწორედ აეგ არის ის კითხვა, შენ რაც დასვი. შეიძლება ეს ბიზნესი ცუდი იყოს, მაშინ ვინ? აი ეს ვინ არ უნდა გამოჩნდეს. ან თუ გამოჩნდა, სასურველია ეს ვინც გამოჩნდა იყოს მართული, ან იყოს ძალიან დესტრუქციული და ძალიან მარგინალური. ეს არის ახლა ოცნების სტრატეგია. მთელი სპეცსამსახურები, მთელი სახელმწიფო, მთელი რესურსებით ახლა მოქმედებენ იმ მიმართულებით, რომ ქართულ ოცნებას არ გაუჩნდეს რეალური სუფთა ჯანსაღი ალტერნატივა და გაუჩნდეს ის ძალები ალტერნატივად, ან წარმოჩნდეს ის ძალები ალტერნატივად, რომელიც აწყობს ქართულ ოცნებას. ანუ ცუდსა და უარეს შორის იყოს საზოგადოება მუდმივად. და ცუდის შემთხვევაში იქნება ქართული ოცნება და უარესი იქნება მისი შესაძლო ოპონენტი.